ჩვენს გვერდით ისეთი ადამიანებიც კი ცხოვრობენ, რომელთა გენეტიკა ამ სამყაროს საერთოდ არ ეკუთვნის. დიახ, არ მოგესმათ? მეცნიერები მათ ghost პოპულაციას და homini X უწოდებენ. ამ არამიწიერ გენს გიგანტების ჩონჩხებში მიაგნეს. გაინტერესებთ, რატომ მალავენ მეცნიერები ამ ყველაფერს ასეთი მონდომებით და ვის ძარღვებში ჩქებს სინამდვილეში ნეფილიმების სისხლი. ათასლეულების წინანდელი საიდუმლო წყაროები გვიყვებიან შემზარავ ისტორიას იმაზე, თუ როგორ დაირღვა სამყაროს წესრიგი და როგორ დაიწყო კაცობრიობის გენეტიკური დეგრადაცია. ეს კატასტროფა ადამიანამდე დაიწყო იმ დღეს, როცა ზეცაში პირველი ამბოხი მოხდა და ანგელოსთა ნაწილის დაცემამ სამყაროს ჰარმონია დაამსხვრია. სწორედ ამ ბნელი ძალების ჩურჩულმა შეიტანა შხამი ედემის ბაღში. მაგრამ ნამდვილი გენეტიკური აპოკალიფსი კაენით დაიწყო. პირველმა მკვლელმა თავისი საქციელით ისეთი შინაგანი ტრანსფორმაცია განიცადა, რომ მის სულთან ერთად მისი სხეულით შეიცვალა. უძველესი გადმოცემით კაენი იქცა პირველ მუქკანიან ადამიანად. ეს იყო ღვთიური დამღა, ნიშანი, რომელიც მას და მის მოდგმას დანარჩენი სამყაროსგან მკვეთრად გამოარჩევდა. დაცემულმა ანგელოზებმა ამ ყველაფრით ისარგებლეს და კაენის შთამომავალ გოგონებს შეერწყნენ. ამ კავშირის შედეგად გაჩნდნენ ნეფილიმები, არსებები, რომლებიც იყვნენ გიგანტური ზომის და ჰქონდათ ცხოველური ინსტინქტები. მაგრამ ეს ყველაფერი აქ არ დასრულებულა. წარღვნამდელმა კაცობრიობამ დაიწყო სახეობათა შორის ბარიერების მოშლა და ცხოველების ერთმანეთთან შეჯვარება, რათა შეექმნათ ეგრეთ წოდებული ქიმერები. ის, რაც ჩვენ დღეს ეგვიპტური ღმერთების, ანუბისის, ჰოროსის, სებეკისა და სფინქსის თუ ბერძნული მინოტავრის, მედუზა გორგონასა და კენტავრების სახით ვიცით, სინამდვილეში იმ ეპოქის რეალური მუტანტი ურჩხულები იყვნენ. დედამიწა ისე აივსო ამ არაბუნებრივი არსებებით, რომ წარღვნა გარდაუვალი გახდა, რათა სამყარო ამ ბიოლოგიური ქაოსისგან გაწმენდილიყო. თუმცა აქ ჩნდება ყველაზე საინტერესო კითხვა. თუ წარღვნამ ყველაფერი წაშალა, როგორ გადარჩა გიგანტების გენი? საიდუმლო ნოეს კიდობანშია. ქამის მეუღლემ, ნეალთემოკმამ, კაენის სხეულის შტოს ნაშიერმა და ნეფილიმთა სისხლის მატარებელმა ეს აკრძალული გენეტიკა კიდობანში მალულად შეაპარა და ასე გადაარჩინა მან საკუთარი თავიც და კაენის მოდგმაც. სწორედ ამ გენეტიკური ტროას ცხენის მეშვეობით წარღვნის შემდეგ ქამის შთამომავლობაში, ანუ ქამიტებში კვლავ იფეთქა გიგანტიზმა და იმ შავბნელმა ძალამ, რომელმაც ნიმროდს ბაბილონის გოდოლის აგება გადააწყვეტინა. დღეს ნაპოვნი გიგანტური ჩონჩხები და პირამიდების კედლებზე გამოსახული ჰიბრიდები სხვა არაფერია თუ არა იმ გადამალული დნმ-ის კვალი, რომელმაც კაცობრიობის ისტორია სამუდამოდ შეცვალა და რომელიც დღემდე შესაძლოა ჩვენს გენებშიც კი იყოს. ასეთი ადამიანები ხშირად ფსიქოლოგიურადაც სრულიად განსხვავებულნი არიან. თითქოს მათში სხვა სამყაროს ენერგია და ის უძველესი დაუმორჩილებელი ბუნება ბინადრობს, რომელიც ათასწლეულების წინ დედამიწაზე არსებულ ადამის შთამომავლებს შიშის ზარს სცემდნენ. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ, უფალმა გაშოროთ ნეფილიმები.